ახლა უკვე ზუსტად რუსთაველის გამზირიდან გვერდება ზურა ჯაფარიძე, მასთან გავაგრძელებთ საუბარს. ზურა, მოგესალმებით, მე როგორც ვიცი ის ხაზზეა უკვე. მოგესალმებით ზურა და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ რუსთაველით, რა ხდება ადგილზე, როგორია განწყობა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყოველდღიურად მათ შორის თქვენს პოლიტიკოსები ხალხთან ერთად გახართ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ეტყობა რაიმე ამ პროტესტს ისეთი რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ფული მოერიოს? არა, გამორიცხულია. ეს ხალხი, ვინც რუსთაველზე დგას ყოველდღე, არის ხალხი, რომელსაც ზუსტადაა გააზრებული, რატო გამოდიან ყოველდღე აქ. შეუძლებელს მართლა სამსახური დადის ყველა საღამოს მიდიან. სამსახურის მერე სახლში იცვიან, ჭამენ და გამოდიან და შემდეგ რაღაც დროს ატარებენ აქ და ესე ივლიან ეს ხალხი მანასანამ არ მოიგებენ ამ ბრძოლას. მე ვერ წარმოვიდგენია რეალობა, როცა ამ ხალხმა შეიძლება ამაზე ხელი ჩაითმოს სახლში წავიდეს. სახლში წახვიდე, ნიშნავს, რომ არ ვიცი რამდენიმე თვის ამბავი იქნება, როცა ეს ქვეყანა გაფორმდება ოფიციალურად როგორც ბელარუსი და რუსეთი. ხო და რა ვიცი, ისიც ყველას გააზრებული აქვს, რომ იქიდან მხარე ვაბანკზე არის წასული, იქიდან მხარეში ამ შემთხვევაში რუსებს გულისხმობ და არა იმათაც არიან მათ წარმომადგენლები. და შესაბამისად ყველანი აქ ვინც გავა ჩვენც ვაბანკზე ვარ წასული. არავის არც წასასვლელი არ აქვს სხვაგან. ეს ბრძოლა დასრულდება აქ რუსთაველზე, დასრულდება ამ ხალხის გამარჯვებით. აქ აი კონკრეტულად აქ რუსთაველზე. გარშემო ზურა პოლიციელები ან სპეცრაზმელები დღეს სანქციების შესახებ გამოვიდა ახალი ინფორმაცია ბრიტანეთისგან გავიგეთ პირველად გომელაური, დარახველიძე, თამაზაშვილი, ხარაზიშვილი, ლაგაზაური, შემდგომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის განცხადება მაგნიტსკის აქტის საფუძველზე. როგორ დასანქცირდნენ ადამიანები, ახლა წესით ძალიან რთული ვითარება უნდა იყოს ძალოვან რგოლში. პირველი გითხარით რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება დამრბევების წინააღმდეგ და რა ეფექტი შეიძლება გქონდეს ძალოვნებში რღვევის ნაწილში? ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა ბოლო ინფორმაცია მე რაც ჰქონდა, ჩეხეთის ინფორმაციას დაეწია, რომ ჩეხეთიც დააწესებს მალე სანქციებს, ყოველ შემთხვევაში პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. კასკადი წამოვიდა, ნუ რაღაც დრო ჭირდებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომ მოამზადონ მასალები, მტკიცებულებები, როგორც ჩანს ამაზე დაიხარჯა გარკვეული დრო და ეხლა როგორც ჩანს ეს სანქციები კიდე წამოვა და ეს არ შემოიფარგლება მარტო იმ ხალხით, ვინც ეხლა დასანქცივდა. მათ შორის რაც ნახეთ, ეხლა მეტი მილერის განცხადება, იქ საუბარი არის, რომ მუნიციპალური დონემდე ჩავალთო. ნუ სავარაუდოდ თბილისის მერი გულისხმობა მაგაში ალბათ ხო და ნუ მნიშვნელოვანი არის ძალიან. ეხლა რაც არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ის თვითონ ეს ქვეყნები ამ სანქციებს სადამდე ჩაყვებიან. განსაკუთრებით როცა საუბარი არის ხაზინის ფინანსურ სანქციებზე. აი მათ შორის დღეს რო დაედოთ გომელაურს და მეორე გედედეს უფროსის მოადგილეს. ეხლა მთავარი ამბავი არის ამის იმპლემენტაცია. სადამდე გაყვებიან ამ სანქციებს და უნდა გაყვნენ ბოლომდე. ბოლომდე გაყვება ნიშნავს რომ უნდა ჩამოაკითხონ აქ საქართველოში კომერციულ ბანკებში ამ ადამიანებს აღარ უნდა ქონდეთ ანგარიშები, ვეღარ უნდა იყენებდნენ ვიზას და მასტერკარდის ბარათებზე, უნდა დაბრუნდნენ ქვის ხანაში და ქართულ ფინანსურ სისტემას მოუწევს რომ დაემორჩილოს მაგ აქციებს. თუ არა და მთელ ფინანსურ სისტემას შეექმნა პრობლემები და შემდეგ უკვე ცადიან მთელ ეკონომიკას. ამიტომ ეხლა კითხვის ნიშანი არის ეს განწყობა როგორი არის იმისათვის რომ ამ აქციებს ჩაყვნენ ბოლომდე და ნუ ჯერჯერობით რაც ჩანს ამ თანმდევი ტექსტებიდან და საჯარო განცხადებებიდან მათი განწყობა არის საკმაოდ სერიოზული. დანარჩენს ვნახავთ. ნახავთ ერთადერთს იმას დავამატებ, რომ სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ვერ მოხვდა ხარაზიშვილი და მილერი, ლაგაზაური მარტივი მიზეზის გამო, რომ სექტემბერში მაგნიტსკის აქტის საფუძველზე მათზე უკვე იყო ამოქმედებული შეზღუდვები, ეს მაყურებლისთვის უბრალოდ აუდიტორიამ რო გაიგოს და იზურა თქვენ ახსენეთ, რომ კოლაპს გამოიწვევს ეს ყველაფერი, მე გამახსენდა ახლა უბრალოდ ბუტასები სქურდი ფარცხალაძისთვის რა გააკეთა ეროვნულმა ბანკმა და როგორ ფინანსურ კოლაპსში აღმოჩნდით. არ ამგონია, რომ ეროვნულ ბანკს ისედაც უკვე არსებული მძიმე კრიზისის ფონზე იგივე სცენარის გამეორება მოუნდეს, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსური სისტემა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ანუ რამდენად რეალისტურია, რომ ეროვნულმა ბანკმა აბსოლუტურად გააკოტროს მთელი ის კაპიტალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რა ვიცი, თუ ვინმე გომელაურის გამო, თუნდაც. ანუ მანდ ხო რაზე არის საუბარი? ერთი მოდი ვთქვათ იმაზე, რომ ეს არის შემოიფარგლება, დღესაც მოხდა ეს მაგნიტსკის სია. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები და ძალადობაზე და ადამიანების წამობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქ რუსთაველზე და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე და შემდეგ უკვე პოლიციის განყოფილებებში. ამის გარდა რაზეც არის საუბარი არის იმაზე, რომ სანქციები შეეხება სხვა ტიპის ადამიანებსაც, მათ შორის იმ ხალხს, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე, იმ ხალხს პასუხისმგებელია ქვეყნის დემოკრატიულ კურსზე, იმ ბიზნესებს, რომლებიც დაკავშირებული არიან და აფინანსებენ ქართულ ოცნებას, ანუ ბიზნესმენებსაც შეეხებათ ყველა შემთხვევაში, იმ ხალხს, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებაზე, ანუ ძალიან ფართო სპექტრი არის ადამიანების, რომლებიც საბოლოო ჯამში მოექცნენ
მიღწევენ ამ სანქციებში. სხვადასხვა ტიპის სანქციები იქნება უკვე ხედავთ, ვიღაცა შეეხება მარტო ეს თაველბენები, გზავრობაზე აგზავნები, ვიღაცა შეეხება ფინანსური სანქციები და ასე შემდეგ, ვიღაცას იქ აქტივებს გაუყინავენ და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რა ფინანსური სანქციები რა შეიძლება გულისხმობდეს თუ ისინი ბოლომდე ჩაყვებიან ამას, ეს გულისხმობს, რომ თვითონ ტექსტი რო წაიკითხოთ შინაარსი, დღევანდელი მაგნიცკის აქციაში რომ დაამატეს ეს ორი კაცი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ხარებას მოადგილე, ტექსტი გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები არიან ფარეები. როგორც თემიდან განკვეთა რო იყო და წყლის მიწოდება და საკვების მიწოდება რო ეგზალებოდა ყველას, პირდაპირ გაგებით ეს შინაარსი არის ჩადებული. წყალი და პური არ წერია, მაგრამ იგივე შინაარსი რაღაცები წერია. ამ ადამიანთან კონტაქტი და გაკარებაც კი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის და ნებისმიერი იურიდიული პირისთვის, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტისთვის შეიძლება იქცეს სერიოზულ პრობლემად და მათ შორის შეიძლება ისინი მოექცნენ მე სანქციების ქვეშ. თუ ამას ბოლომდე ჩაყვებიან და ამას ბოლომდე აღასრულებენ, იგი ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქართულ ფინანსურ სისტემაში, საბანკო სისტემაში მათ ვერ უნდა ქონდეთ ერთერთი ანგარიში, იმიტომ რომ ბანკებში ექნათ მაშინ პრობლემა, ისინი ვერ უნდა სარგებლობდნენ ვიზიტით მასტერკარდით და თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ამას დაარღვევს და არ დაემორჩილება ამ სანქციას, მე უკვე თვითონ საბანკო სისტემა ხდება ამ სანქციების ქვეშ, ყოველ შემთხვევაში რისკის ქვეშ ექცევა. რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ ჩვენ ყველა ამ შემთხვევაში შეიძლება დავბრუნდეთ ქვის ხანაში. ქვის ხანაში თუ არა, გადარიცხვებზე გახსოვებათ ან ბევრი წლების წინ სადღაც რაღაცა ხული გადაგერიცხა სჭირდებოდა ხოლმე ხა 5 დღე და 1 კვირა და ამოწმებდი დაჯდა და არ დაჯდა და საიმებს აგზავნიდი ამონაწერებს რომ იმათი სადღაც მოეძებნათ. აი სადღაც მან შეიძლება დაბრუნდეს ქვეყანა თუ ისინი ამას სერიოზულად მოეკიდებიან და სერიოზულად ჩაყვებიან ბოლომდე და ამის შანსი არის საკმაოდ დიდი. იმიტომ კიდე გავიმეორებ ამ განცხადებების ტექსტები და რაც მოვისმინეთ იმის ტექსტები აჩვენებს რამდენად სერიოზულად არიან ისინი განწყობილები. კიდეც ევროპულ განწყობებზე ევროპაში რამდენად სერიოზულად არიან განწყობილი. პირველი მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ეფექტზე ვისაუბროთ, რომელიც ჩემი აზრით ძალიან შთამბეჭდავი იყო და წესით ძალიან სანერვიულო უნდა ყოფილიყო ქართული ოცნებისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი იქ მიიღეს და შემდგომ უკვე ზურა უცებად მინდა ვისაუბროთ უკვე ევროსაბჭოზე, იმიტომ რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იყო საქართველოში, მას არ შეხვდით, არადა ეს შეხვედრა იგეგმებოდა, რატომ ეს მიზეზები რომ განმარტოთ, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ივანიშვილთან და კობახიძესთან შეხვედრის გარემოება ხომ არ იყო ის, რამაც თქვენთვის გადაწონა და აღარ შეხვდით? ხო, მოდით თავიდან დავიწყოთ მაშინ კითხვის პირველი ნაწილიდან. ევროპელების განწყობა რამდენად სერიოზულია, ეს ჩანს ევროპელი ლიდერების განცხადებებიდან, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ კაია კალასის განცხადება, რომელიც მანამდე ესტონეთის პრემიერი იყო, რომელთაც მათ შორის პირადი ნაცვლობა არ ბევრ ქართულ პოლიტიკოსს, მათ შორის მეც, იმიტომ რომ მისი პარტია არის ალდეს წევრი და ალდეს წევრი არის ჩემი პარტია და არ მხოლოდ ჩემი პარტია, ლელო ციქარი, სტრატეგია აღმაშენებელი ციქარი, რესპუბლიკური პარტია ციქარი და ჩვენ რაღაც მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თვითონ მასთანაც ალდეს კონგრესებზე, ან საბჭოს შეხვედრებზე და ვიცი მისი დამოკიდებულება ზოგადად რუსეთისადმი, დამოკიდებულება საქართველოსადმი და წინასწარმაქ წარმოადგენელი რამდენად პრინციპული იქნება ის ამ საკითხებში. ამიტომ კარგს იქიდან კაია კალასისგან ამ შემთხვევაში ხოცები არაფერს არ უნდა ელოდნენ და ესეც იქნება. მეორე რაც არის ის, რომ გასაგებია, რომ რაღაც საკითხებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება სჭირდება კონსენსუსი და ამ კონსენსუსის შეკრება პრობლემა არის, პირველ რიგში უნგრეთის გამო და ხშირ შემთხვევაში სლოვაკეთის გამოც, თუმცა განცხადებიდან ძალიან ახლად ჩანდა, რომ მათ უნდა ეცადათ nebismier შემთხვევაში ის რაც ცადეს და რადგან არ გამოვიდა ეს ერთობლივი, ეს ქონები წავლენ ინდივიდუალურ გზებს იპოვიან, ან იპოვიან რაღაცა შემოვლით გზას. შემოვლით გზასაც შეიძლება შევახსენო ყველას, რომ როგორც იპოვეს უკრაინის შემთხვევაში, გახსოვთ მაშინ უნგრეთის პრობლემა იყო და საბოლოო ჯამში გამოსავალი იყო ის, რომ ადგა ეს ორბანი და გავიდა ოთახიდან და მიიღეს ორბანის გარეშე გადაწყვეტილება. ამიტომ nebismier შემთხვევაში ან ერთობლივად ცალ-ცალკე იქიდანაც ევროპიდანაც არც სანქციები და არც სხვა ტიპის ზომები რაც შეიძლება ევროპაში მიიღოს, არ აცდებათ ხოცებს არც ერთ შემთხვევაში. ყველას ესმის უკვე აქ რა ხდება, ყველას ესმის, რომ აქ რუსთაველზე არ წყდება მარტო საქართველოს ბედი და აქ წყდება საქართველოსთან ერთად სომხეთის ბედი, წყდება შავი ზღვის უსაფრთხოების ბედი, წყდება ცენტრალური აზიის ქვეყნების ბედი და საბოლოო ჯამში წყდება ევროპის ბედიც და ეს აქ ყველას გააზრებული. და ის რომ ეს ხალხი აქ ამდენი დღე დგას და უკვე 3 კვირაზე მეტი არის, მე მგონი უკვე მეცამერია დღეები და ღამეები აქ დგას, ამის შედეგი არის ყველაფერი ეს, ანუ განწყობა ევროპიდან არის ცალსახად ძალიან სერიოზული. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასაც შეეხება, სრულად ვერ მოვუსმინე, მაგრამ თითქმის სრულად მოვუსმინე რაღაცა მონაკვეთები დამურჩა, იმიტომ რაღაც იმას ქოლზე ვიყავი, მაგრამ რაც მოვისმინე და ცალსახად ჩანდა არის ის, რომ ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი ყველა გზავნილი იყო გაჟღერებული და პლუს იყო
გაჟღერებული ჩემი აზრით მათთვის გასაგებენაზე და განსაკუთრებული აქცენტი რაზეც ქონა გაკეთებული, სწორედ ამაზე ქონა გაკეთებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა, რომელიც დღეს აქ რუსთაველზე არის, თვითონ ევროპელებისთვის და მე რაც ნახე მათ შორის კომენტარები უკვე ევროპელი პოლიტიკოსებისგან, იქაც აქცენტი მაგაზე იყო გაკეთებული, რომ ისიც მაგას უსვავდნენ ხაზს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა თვითონ ევროპისთვის და რომ ეს არ არის მარტო საქართველოს და ჩვენი შვილების მომავლის ამბავი და მათთვის მათი მომავლის ამბავიც არის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგი იყო ეს გამოსვლა, დროულიც იყო და კიდე გავიმეორებ მათთვის გასაგებენაზე იყო ბევრი გზავნილები გაშვებული. რაც შეეხება დღევანდელ ამ ევროსაბჭოს გემდივანთან შეხვედრას, მან პრობლემა ის იყო, რომ ჯერ ერთი გაუგებარი იყო თავიდანვე საერთოდ ეს ვიზიტი რა მიზნებისთვის დაიგეგმა და ჩვენ მოვიკითხეთ, სადაც კი შეგვეძლო და ვერ გავარკვიეთ საერთოდ ეს ვიზიტი რა მიზნით იყო დაგეგმილი. კი, პრობლემა იყო მათ შორის კობახიძეთან შეხვედრა, არა იმის გამო, რომ რაც მე ქოცნების პროპაგანდამ დააწერა თითქოს ამით რაღაცა მათი ლეგიტიმაციას მიეცა რაღაცა საფუძველი, ბოდო არის ვერანაირ ლეგიტიმაციას ევროსაბჭოს გემდივნის შეხვედრა ვერც კობახიძესთან და ვერც ბიძინასთან ოცნებას ვერ მიცემს, მაგრამ ხო თავისთავად ცხადი იყო, რომ ნებისმიერ ეგეთი შეხვედრა როდესაც ხდება, ამას მე ოცნების პროპაგანდა, რუსების პროპაგანდა მოდი ესე ვთქვათ, იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ამიტომ ეგეთ რაღაცების არ გადათვალისწინება ჩემი აზრით პრობლემა არის. თუმცა ჩვენთვის კონკრეტულად კოალიციისთვის პრობლემა უფრო სხვა რაღაცები იყო. ევროსაბჭო არის ორგანიზაცია, რომლის თავარი შინაარსი არსებობის საერთოდ აზრი და თავარი კომპეტენცია არის ადამიანის უფლებები და აქ რაც ხდებოდა რუსთაველზე ადამიანების წამება, ადამიანების დაპატიმრება, ციხეში ჩასვლა, ჩვენი პოლიტპატიმრები ყავს საკმაოდ დიდი რაოდენობის, მათ შორის ნარკოტიკების ჩადება და 1000 საზიზღრობა. აქ რო ჩამოდიხარ ესეთი რანგის ადამიანი, რავი, უნდა შეხვდე, ჩემი აზრით უნდა შეხვდე პირველ რიგში იმ დაკავებულებს, რავი, ციხეში უნდა შეხვდე. უნდა შტახვიდეს ავადმყოფოებში და ნახოს ნაწამები დალეწილი ადამიანები. პირველ რიგში მათ უნდა დაელაპარაკო და მაგის მერე შეიძლება დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ ხვდები რაღაცა პოლიტიკოსებს. ესე ჩავთვალეთ ჩვენ და ესე გონია რომ არის სწორი. მათ შორის აქაც რამდენიმე დღე ეგ არ არის ვიზიტი, დავწერე კიდევაც 2-3 საათიანი ვიზიტი. ამდენი დღით ხარ ჩამოსული, ხო, პრესკონფერენცია უნდა ქონდეს, ხო? რა გახდა, რომ ერთ საღამოს გამოვიდეს და აქ მის დღას, რა ვიცი, 99% ინგლისურის ცოდნია და შეუძლია ადამიანებს დაელაპარაკოს. ბევრად მეტის მოსვენა შეიძლება აქ ამ ხალხისგან, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, ჩემი აზრით. ხო და მაგის გამო ქონდა პრობლემა, მაგის გამო ჩვენ ქონდა მათ მიმოწერა, ეს არ იყო პირდაპირ საჯარო განცხადება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ აი იქნებ ციხეზე შეხვიდეთ, იქნებ დალეწილ ხალხს დაელაპარაკო და იმათი ისტორიები მოისმინოთ და ასე შემდეგ. ხო, მათგან იყო პასუხი, რომ რაღაც გრაფიკი უკვე შედგენილი არის და რაღაცა გაწერილი არის ყველა შეხვედრები და რაღაცეები და ამის გამო ვერ მოხერხდებოდა ეს. ამის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩვენ ნაცვლად ჩვენთვის გამოყოფილ დროს უთმობდით და დასახიჩრებულ და ნაწამებ ადამიანებს, რომ ისინი მივიდოდნენ და მათ დალაპარაკებოდნენ, რაზეც მათი მხრიდან იყო უარი, რომ არაო, ეს არ არის, არა გვაქვს ესეთი რაღაცა დაგეგმილი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შედეგი მივაღწიეთ. საბოლოო ჯამში შედეგი ამ ჩვენი იმის, რომ ჩვენ არ შევხვდით, იყო ის, რომ შეხვდნენ საბოლოო ჯამში ამ ნაწამებ ხალხს სამოქალაქო სექტორისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში, მიიწვიეს მაინც ეს ადამიანები და ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ მათ შეხვდებოდნენ და საკუთარი ისტორიები მოეყოლათ. რაც არის ჩემს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ ხა მე შევხვდები მათ და რაღაცები მომეყოლა. არაფრის მოყოლა არავის არ ჭირდება, ყველას ყველანაირი ინფორმაცია აქვს, მათ შორის სხვა პარტიული ჯგუფები იყვნენ იქ მისულები და ყველაფერი მოუყვა. ამიტომ იქ საუბარი იმაზე, რომ ხა რაღაცა ინფორმაცია დააკდათ იმის გამო, რომ მე არ შევხვდი, ან ელენი არ შეხვდა, ან ნიკები არ შეხვდნენ, ეგ აბსურდი არის. ყველანაირი ინფორმაცია აქვს, სრული ინფორმაცია აქვს და რა ჩავთვალეთ, რომ სწორი იყო გასაკეთებელი, იმან საბოლოო ჯამში მაინც შედეგი გამოიღო. ხო, დანარჩენი არაფერი, რა ვიცი, შეხვედრა პრობლემა კი არ არის, კაცო. თუ შეხვედრა უნდა სტრასბურგში ჩავალ და სტრასბურგში შევხვდები. უბრალოდ საუბარი არის იმაზე, რომ როცა ესეთი ვიზიტი იგეგმება, ესეთი რანგის ადამიანი, ესეთი ინსტიტუტიდან, რომლის თავარი საქმე არის ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობთ, უნდა გააკეთოს ის, რაც უკვე ჩამოთვალე. ეს არ არის რაღაცა, არ ვიცი, განვითარებული ფუნქციონირებადი დემოკრატიის ქვეყანა, სადაც უბრალოდ ეგრე ვიზიტი შეიძლება ჩახვიდე და პოლიტიკურ პარტიებს შევხვდე და მერე სახში წახვიდე. ხო, ეს არის მოკლედ ამ ვიზიტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ზურა, მადლობა ჩართვისთვის. მადლობა პოზიციის გაზიარებისთვის. ზურა ჯაფარიძეს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში.